საღამოშილობისა YouTube არხი ლაილა იწყებს მორიგ პირდაპირ რეპორტაჟს სოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი ანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართება დღევანდელი შეხვედრა ერთმანეთს ხვდებიან ესპანეთისა და არგენტინის ნაკრების გუნდები და მთავარი მწვრთნელები ლაილაი ნოდარა და მამაშვილი ბაღაშვილი დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად სრული აშლაგია რა თქმა უნდა არც ერთი ცარიელი ადგილი არ არის ტრიბუნაზე ძალიან რთულია ფავორიტის დასახელება ესპანეთი არგენტინა საოცარი სანახაობა გველის თუ მართალია არ არიან დიეგო მარადონა აქეთ პულიოული და სხვები მაგრამ ეს გუნდები ამ გუნდების შემადგენლობას გვაძლევს იმისა რომ შედეგიანი მატჩი იქნება კრისტალბეტ ეროვნული ლიგის სოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ბილი ბერგ არენა თქვენს ეკრანებზე ყურადღების ცენტრში როგორც მოგახსენეთ ვანდა მეტროპოლიტანოა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრები გუნდები თავარი მცველი ლაილაი ნოდარა თავარი მცველი მამაშვილი ბაღაშვილი როდრი vamos ყვითელი რატო თავიდან შეხსენებ იმას ხარობ ეს უნირო ნაღდია ნაღდია არა არის პატროგია მაგის დროს მოვა და მაშასე იწყება შეხვედრა მოდის ცენტრიდან ესპანელებმა დაიწყეს თამაში ნუ ეხა ბურთის ფლობის ხრის შესაძლოა ესპანეთს კონდეს უპირატესობა ამაში გასაკვირი ალბათ არაფერი არ იქნება და არგენტინელებმა ხისტი თამაში უნდა დაუპირისპირონ სავარაუდოდ ესპანელებს აი როგორც ხედავთ ეს ყმადაღებული რაღაც ვიტყვი ინტერვის რაღაც დავასახელებ ყველა კარგად იცის ესპანელები აკონტროლებენ მოკლედ ბურთს ყურადღების ცენტრში ალბათ უილიამსიც იქნება დღევანდელ შეხვედრაში ძალიან პერსპექტიული მოთამაშე საღიმბათო შეტევა ესპანელებისა ტოვებს დროულად კარს დროულად დატოვა კარი მე მაკალისტერმა მიიღო ბურთი არგენტინელების პირველი შანსი კონჩეტევისა როგორც ჩანს აპირებენ კონჩეტევებზე აწყობას დღევანდელი თამაშის არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები ნუ არც ბევრი დრო არის ჯერ გასული შეგვიძლია ვთქვათ რომ მეორე ნომრად თამაშობს არგენტინის ნაკრები ლამინ იამალი დარტყმა შორი მოძილი და მცირე მანძილით აცდა ბურთი არგენტინელების კარს ლაილაი ნოდარა ნერვიულობს იქ კალონი იყო თქვენს ეკრანებზე მარტინესისგან ალბათ რაღაცეებს ველით და შესაძლოა 11 მეტრიანებამდე თუ მივიდა არა ნუ არა ჯერჯერობით ამის პირი არ უჩანს დროის ამბავია გოლი როგორც ამბობენ მამაშვილი ბაღაშვილი ცოტა უნდა გააქტიურდეს როგორი ბურთი გააკონტროლოს დაიჭიროს მაგრამ ესპანელები ამის საშუალებას არ აძლევენ როდრი იამალი არ შეძრა ამ შემთხვევაში საჯარიმოში აქედან დარტყმა შეიძლება უილიამსი დაკარგა ბურთი უილიამსმა მიიღო ისევ თავადე მოტრიალდება დარტყმა საჭირო რაც წავიდა უკან წავიდა მერე დაარტყა ძელი და გადარჩენ ახლა არგენტინელები უკვე მეორე დღევანდელ შეხვედრაში სრული უპირატესობა არის ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ ნუ ძალიან დრამატული იყო არგენტინის ნაკრების გზა ფინალამდე არგენტინელებმა 11 მეტრიანი დარტყმების სერიაში 27-ით 26 მოუგეს კურასაოს მესიმ დაარტყა 9-ჯერ 11 მეტრიანი იმიტომ რომ ამდენი დრო დაჭირდა უშეცდომოდ ურტყავდნენ ფეხბურთელები და კურასაომ ახლა უნდა ითქვას რომ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა პირველსავე მსოფლიოს ჩემპიონატზე და ვადენებთ აყურს არგენტინელების შეტევას მარცხენა ფლანგზე პასი ლიონელ მესი ნუ ასაკი მაინც თავისაშობა მაგრამ თავის სიტყვას მე მაინც დარწმუნებული ვარ იტყვის იამალი მიწეს ხშირად არის ბურთით მაგრამ ჯერჯერობით აი ეს გაძრომები რაც ააქონეს სამწვეს შორის ამას ვერ ახერხებს შეიძლება აქედან დარტყმა კიდევ ერთი დარტყმა ბრავო მარტინესი აღალატობს ის საკუთარ თავს გახსოვთ ალბათ წინა მსოფლიოზე no goal რა თქმა უნდა no goal ვარმა გადაგვიმოწმა და კუთხური ძელს მოხდა კიდევ ერთხელ ბურთი კუთხური გაითამაშეს იამალი აქედან შეუძლია ჩაატრიალოს ბურთი მარცხენათი არა ჯერჯერობით ცოტა ზედმეტი მოდის აი ხა უძლიერესი სამი ძელი ერთი კუთხური სამი პენალი თუ რაღაც არა ვიღონეს შტანგები არგენტინელები მეტოქს ნახევარზე არ გადასვლან ლიონელ მესის უნდა მისცე ბურთი ალბათ ამისთვის რომ გადავიდნენ ალმადა კარგი პასი გააკეთა აი მეტოქს ნახევარზე არიან უკვე არგენტინელები საღიმბათო მომენტი მიწეს წინ ალვარესი დარტყმა უი რა გადავრჩი როგორც ამბობენ ჭორების დონეზე კიკლაძის ბიჭი ალვარესი უკანაკო შეხვედრაში და ბევრი საუბრობს რომ იმ პერიოდში გიო იმყოფებოდა არგენტინაში არ ვიცი მოც შეხვედრაში მაგრამ და ესპანელების შეტევა შორი მანძილიდან დარტყმები უკვე რამდენიმე ნახეთ და სულ ოდნავ აკდებათ ესპანელებს
ну არც ისე ბევრი დრო რჩება პირველი ნახევრის დასრულებამდე, კოლოსალური უპირატესობა ბურთის ფლობის მხრივ, 67% ბურთის ფლობა. აი, საგებადო მომენტი კონჩეტევა ეს შანსი, უნდა გამოიყენოს მესი მაგარიში. გაიხსნა, ალვარესი. ტაბლოზეა მთავარი ციფრები. თავარი ტაბლოა ვეთახმები მამაშვილს, ბაღაშვილს და Argentina, tenemos que ganar. გიოსტიჩმა გაიტანა გოლი, როგორ? Argentina, Argentina. Arriba Argentina, tenemos que ganar. და ასე შემდეგ. ლაილაი ნოდარა გაოგნებულია, მაგრამ ეს არის თანამედროვე რამდენი მომენტი მქონდა. აბსოლუტურად სწორი ტაქტიკით თამაშობს მამაშვილი ბაღაშვილი, უკან იდგა კარგად, სამჯერ გაუმართლა კიდევაც, მაგრამ მეგობრებო, უმართლებთ უძლიერესებს, ეს ხო სოლიდი ფრაგია. გოლი მომწიფდა, ერთხელ გავიყვანე 1-1-ზე. ოჩა მამაშვილი ბაღაშვილი, მართლა ძალიან მაგარი ტაქტიკოსი ბრძანდებით თქვენ კოლოსალური გამოსილებით. Pablo de la Fuente. ნოდა, რაც უფრო მეტ შეუტე, უფრო მეტი შეიძლება გაგიყარო, იცი? კონცეტევაზე. ხილად იყავი მაინც. აი კიდევ ერთი შეტევა ზედმეტ სათრევე ბურთს ახლა აი ამდენი წარება არ არის საჭირო თანამედროვე ფეხბურთია უცებ პასი გახსნა ვილიამსი თავი მასზე გასცემული ავანსები საბოლოო ჯამში მე მგონი ვერ გაამართლა იამალის იმედად უნდა იყვნენ ესპანელები ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯი აი შეიძლება დარტყმა უძლიერესი მარტინესი არის კედელი ოიარსაბა კედელია და კიდევ ერთი კუთხური ირიგი თქო მე 6-ე თუ არ ვწდები იამალი სად არის ეს ახლა გარეთ გავიდა საერთოდ ეს ახალგაზრდა აი ვილიამსი ნიკოშ გაათანა ბრა ნიკოშ ვილიამსმა მეგონი ვარია საჭირო აქვს მეგონი ხელით გაიშო ნიკო გოლი ეკუთვნოდა. ილოცავ ლაილაი ნოლა და მეტის კაცი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კრისტალბეტ ეროვნული ლიგის სოფლიოს ჩემპიონატს აბერეთ კურს ვანდა მეტროპოლიტანოდან აფრთხოვნებული ტრიბუნები ესპანელებისა აფეთქდა ტრიბუნა ანგარიში გახლავთ 1-1 ალვარესის გოლს ნიკომ უპასუხა ზუსტი დარტყმით მეკარისგან მარცხენა კუთხეში უბრალოდ ისე რომ გაიშალა. დიახ ამჯერად აი ამ მომენტზე იყო კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი ნუ როგორც ფინალში. ძირე პოზიციური შეცდომა იყო ბევრ მომენტს ხრიდნენ ესპანელები და ვთქვათ რომ ლოგიკურია მოკლედ ეს გოლი არგენტინელების გოლისგან განსხვავებით რომელიც აბსოლუტურად სწორი ტაქტიკური სვლის და კონჩეტევის შედეგად გაიტანა პატიცემულო ალვარესმა და მეორე ნახევარი იწყება დიახ ცვლილებები ხალხისა თავარი ცელები როგორც ხედავთ გინეს მიირთმევენ რაც მათ ალბათ სჭირდებათ რომ ცოტა გულები გაიგრილონ და შეგახსენებთ რომ ბილი ბერგ არენაზე ყველაზე კარგი გინესი იღება ხო ვადასტურებ. დასტურს გირჩენია ტაქტიკას მიხედოთ პათოლოგია დაცვას მიხედე დაცვას. ფეოლა წავიდა ერთი მეორე პასი მარცხნივ და არა თამაშგარია არა არ არის მაგრამ კიდევ ერთი შეტევა ესპანელებისა ბურთის ფლობის უპირატესობა ნუ ისე მათხარეს არის შესანიშნავი პასი იამალისა მარტინესი კარგია მარტინესი მოიგერია ბურთი მალე შეხვედრის მსაჯი გახლავთ ლაშა სილაგავა შეხვედრას ის საჯობს და მერე წავა ანალიტიკურ გადაცემაში და გაარჩევს ალბათ ბიძინასთან და ლევანთან ერთად სტუმრებთან ერთად გაარჩევენ ალბათ აი ამ თამაშს აი ხედა ფლაგიდან საკითხო მომენტი დროულად ტოვებს კას უნაი სიმონი როდრი კარგი გადაცემა ხედა ფლაგზე ფერმინი ნიკო ძალიან გააქტიურდა იმ გატანილი გოლის შემდეგ იამალი და ნიკო ერთად ძალიან სახიფათო ხალხი არიან მეგონი მეთქით ოიარზაბალი იყო იქ ბურთით კვლავ გრძელდება ბურთის კონტროლი და ნახოთ ექნება თუ არა მამაშვილი ბაღაშვილის გუნდს კიდევ ერთი კონჩეტევის განხორციელების შანსი ჯერჯერობით დამატებით დრომდე მივდივარ ბიჭო კიდე კონჩეტევა აი მესის კარგი პასი თითქოს იყო თამაშგარე მეგობრებო ალვარესი კიდევ ერთხელ არის 1-1-ზე მწყინვალე და გოლ რა გოლი დარტყი ბაღაშვილი ალვარეს დუბლიტო აი ტრადიციას უნდა გეორგიევიჩმა რა ბრძენთ გეორგიევიჩმა ანუ გეორგიევიჩმა აბა დუბლი ალვარესმა დუბლი შეასწრო აი ნახე დავყევი მაგ ვერსიას ეხა შემთხვევით დაგიცდა ფეხით თუ ადამიანის ვერ ხედავდი აუ რა უნის ტიპში გადავა თამაში და რა ფრა არ ტყავთ მაგას ვერ ვიცი ოსტატურად მოკლედ ეგრეა ამბავი რა კიდევ ერთხელ დაწინაურდა არგენტინის ნაკრები და იძახეთ ეხლა რომ ეს რა ქვია ჯობნის ესპანეთი ჯობნის მაგრამ ტაბლოზე რა წერია ტაბლოზე წერია 2-1 დაკაუნა თქვამია ხო მართალი მზადებით ბატონო მამაშვილი ბაღაშვილი გია ვილიამსი ტემპი თოდა გაიზარდა მე გითხარი ნო და რაც მე შეუტევ შეიძლება მეტი გაგიყარონ მეთქი ესეც მოხდა აი ხა იამალი შეუნია დარტყმა უკვე ბევრი მოინდომა აი ბლანდა ბურთი ფეხებს შორის მოყვა რა
ესპანელების შეტევა ისე უილიამსი ყველაზე სახიფათოა პრინციპში დღეს, ალბათ უფრო მეტაქტიურობას ველოდით იამალისგან, მაგრამ აქტიური არის, მაგრამ უილიამსი უფრო სახიფათოა აშკარად. მესი დაკარგა ბურთი ლეო ის არ არის რაც იყო, მაგრამ მაინც ლეოა. რა გძეთ? როდარი მეორე მარცხის, ლაილაი როდარი მეორე მარცხის საფრთხის წინაშე დგას ჩვენს ახალ სეზონში. წინაზე იყო ფინალი, რომელიც მე არ მეგონა ფინალი, მაგრამ ფინალი ყოფილა. იმიტომ რომ არ მითხრეს სამათმა, დღეს უკვე მოზადებული ვარ. ვანდა მეტროპოლიტანოზე საოცარი გარემო გახლავთ, მარცხენა ფლანგიდან უტევენ ესპანელები, ნიკო უილიამსი ორ ფეხბურთელს შორის მოექცა. კუკურელია სად არის ძმა? კუკურელია. უილიამსი ჩახკიდოს უნდა, ჩახკიდოს ან დაცხოს. შევიდა სადარიმოში ფრთხილად. თილად და ორი თორი ანგარიში გათანაბრდა. ბავნოს გაათანაბრეს ანგარიში მოკლედ ესპანელებმა იარსაბალმა ზუსტად გაიტანა ახტომანძილზე ეს არ გასჭირვებია და აბა ნახოთ არგენტინელები კიდევ ერთხელ შეძლებენ თუ არა კონჩეტების გამოყენებას. ესპანეთი გზნობს რომ ეკუთვნის ძირითად დროში გამარჯვება და დიდი ძალებით უტევენ. ასე იყო მთელი მატჩის განმავლობაში და არგენტინელების ორი კონჩეტება გაიტარა და ორი გოლის მიიღეს. უკურელია იქ ბურთს ვერ მიწდა, რაც მე მაგალითად არ მიკვირს. ესპანელების კიდევ ერთი შეტევა. ერთმანეთში ვერ გაითამაშეს ერსაბალმა და იამალმა ბურთი, მოედის ცენტრში აკონტროლებენ არგენტინელები, მესი. აი კუკურელია როგორც იქნა. სად ჩამიჭრა? თმის ღერით ჩაჭრა, ეხლა ეს გადასება მოიქნია, მიიქნია, ეკრა ჟელი ასხია და გაკოებული ქონდა თმა და ბურთი გააჩერა. უტევენ კლავ ესპანელები და თხაშორი მანძილიდან ეს მარტინესის როგორი ვარიანტი ეცია თქვენ რომ გინესი მოსვათ რა. მაგარი მეკარია მართლა. და ერთი წინასწარ თაზე გახსოვთ თასირე უხერხულად გილას დაიჭირა და შეურაცხყოფა დაიჭირა. მაგრამ ეგეთი ტიპია, ნუ რა ქნას ეხლა. მაგრამ მაგარი მეკარია. შორი მანძილიდან დარტყმა შეიძლება და არა დაკარგეს ბურთი ესპანელებმა, არგენტინელების შეტევა, მაკალისტერი. დეპაული, მესი, მიიღო მესი ბურთი, კუკურელია ეთამაშება, კარგად ითამაშა კუკუმ ამ ეპიზოდში. აართვა ბურთი ლიონელ მესის და სულ ცოტა დრო რჩება უკვე მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე. და პირდაპირ 11 მეტრიანებს დავარტყავთ. გოლი დარტყმა, მარტინესი ბრავო, იამალია ბურთი ჯერ არ დამთავრებულა შეტევა. შეიძლება დარტყმა, ვაიმე, მარტინესი ხო ჩახა მარტინეს დაუდგა ძეგლი ბუენოს-აირესში და საბურთალოზე დაუდგა ძეგლი მარტინეს. მოკლედ მეგობრებო, ეხლა მაცნობე საერთო ტელეფონზე დამირეკა ჯერემან რაგვარია ეს? ჯანი ინფანტამ. და ის მითხა რა, კობიცი ქვი არის სხვათა შორის და მიიღეს აი ეს აღმოსკომა გადაწყვეტილება, რომ პირველად ისტორიაში ორივე გუნდს გადაეცემა მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედლები. და ორივე მწვრთნელს გადაეცემა ლაილაი ნოდარას და მამაშვილ ბაღაშვილს გადაეცემა ჩემი სახელობის პრიზით გადაბული წარბები. და კიდევ გვეკუთვნის თვითონ და ეხლა მინდა გაგესაუბროთ ბატონცემულებო, აბა ბატონო გია, თქვენ ელოდით მოზადებული იყავით, რომ ესპანეთის ბურთის ფლობის ხრივ ექნებოდა თუ პირატოსობა აშკარად ესე ჩანდა. შეგნებულად გქონდა ჩვენ გათვლილი ის რომ მეორე ნომრად გვეთამაშა, ვინაიდან პრესკონფერენცია მიიღო ესე. დაუთმეთ განსაკუთრებით პირველ ეტაპზე და დაუთმეთ მოედნის ცენტრი საიმისოთ რომ ჩვეულ მდგომარეობაში იგრძნო თავი ესპანეთს მოგვედუნებინა ყურადღება სამწუხაროდ პირველი ეტაპი არ გამოგვივიდა ანუ პირველი ერთ-ერთზე გასვლა შედეგით ვერ დავაგვირგვინეთ მაგრამ პრინციპში უკმაყოფილო არ ვარ იმიტომ რომ უმრავლესობა მომენტების გამოვიყენეთ მოადუნეთ ესპანეთი და ვაიდუნეცია მოუწია სამწუხაროდ ჩვენც მოგვიწია მსგავსი ბატონო გია მე მგონია ძალიან ღირსეული თამაში იყო და თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო ლაილაინოდარ ამ გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდით რომ ორივე გუნდს გადაეცა ოქროს მედალი არც გილოცავთ იმიტომ რომ იმდენად უხერხული ახლა ამდენი მედალი და იცი რა უკვე ისტორიაში შევედით და ამით ვარ ძალიან კმაყოფილი რომ პირველად მოხდა ესეთი რამ და ასე რომ შეიძლება დანერგოს ისტორიის მთავარი მოქმედი მე მგონი ოქროს გოლის არ იყოს პირველი და უკრასკელია ეგ თუმცა უნდა ვთქვა ის რომ ძალიან კარგი მეტოქია და რამდენჯერაც ესე გამათამამა და წინ წავედი სწორი ზუსტი კონცერტები იყო სადღაც ჩოლოს ნაპერწკალით ჩანდა და აი რომ მოგადუნეს და გაგიტანეს გეტკინათ ბატონო ძალიან
ძალიან და მე გავუბრაზდი და ისევ როგორც ევროპის ჩემპიონატ სხვათა შორის შენმა ინგლისის ნაკრებმა მიიღო, აქაც ორი ბასკური გუნდის მთავარი მოქმედი აღმოჩნდა. ბრაზილ. ასე რომ საინტერესო გია. ნეიმარი წაიყვანე, ჩემი დედას ფიცა ვარ რა. არ გაპატიებენ არაფერს. ნეიმარი გაზაჯანაშია სტანზია უკვე და რა წაიყვანოს. ნეიმარია გაზაჯანაშია სტანზე და ეს არის აპოლონი. არც ვითხოვრო. კარგი, დავასრულეთ, გადავინახოთ უკვე სტუდიაში ბატონ გიასთან ერთად და დავიწყებთ საუბარს. მოკლედ ამ შტამბეშტავი ფინალის შემდეგ, რომელიც ისტორიული გამოდგა და ანალოგია რა აქვს? საოცარი რაოდენობის ოქროსმედლების დაბეჭდა მოუწიათ, დაბეჭდა თუ გამოშვება თუ ჩამოსხმა თუ როგორც არის და ეხლა უკვე აიქ დავიწყებთ ლაილაის. კოსტავა 77, ბილი ბერგ არენა, ირლანდიური პაბი. კვლავ აქ ვიმყოფებით, ეს არის ჩვენი ლოკაცია, ჩვენი სახლი ამ ეტაპზე და ადუგია. მადლობა ჩემო ბატონო აქ მოწვევისთვის და დიდი ხანია გვინდოდა. ჩვენი მეგობრობის ამ მიმართულებით გაგრძელებით. კი, დიდი ხანია გვინდოდა და ისიც ვთქვათ, რომ ბატონი გია არის იუთუბერი, პარალელურად YouTube არხი აქვს და 100.000 ხო უკვე აცდი. 15,000 გამომწერია. 15 გამოვიში აქეთ. აი ახლა ამონათდება გამოიწერეთ და დაალაიქეთ ყველა ეპიზოდი, როგორც ჩვენი, ასევე გია ბაღაშვილის YouTube არხი. წარმატებები მოკლედ. მადლობა, გაიხარეთ და მე თქვენი გამომწერი ვარ ჩემო ბატონო. ლაილაიში ვარ აქტიურად ჩართული და უყურებ და ძალიან მომწონს. აი. თან რაღაცა სხვანაი ხო გიცნობთ ესე იგი ფორმალურ გარემოში არაფორმალურ აქ რაღაცა სხვანაირები ხართ ისეთი როგორიც ხარ და რის გამოც აი თქვენ მეგობრებს რო უყარხარ და აი ის ჩანს რა რაც არ ჩანს თქვა ტელეეკრანზე ხო ამ ჩვენ გარემოს ქვია გიჟი თავისუფალია კარგია და ამის ფართო ასპარეზი არის აქ და კი ბატონო როგორ მიდის საქმეები დავიწყოთ შემოქმედებით და მე უკვე ვილაილაოთ კარგად მიდის ახლა ხან შემოვედი ავსტრალიიდან და იქ მქონდა საჯარო ლექცია ჩემი პროფესიით, ანუ მუსიკალური ფოლკლორით, საქართველოს ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი, მელბურნის ან ვიქტორიას უნივერსიტეტში და მოკლედ, ხო სხვადასხვის ძალიან სასიამოვნო იყო ის, რომ ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ იქ 4 ანსამბლია, რომელიც ავსტრალიელები დაკომპლექტებული, რომლებიც მღერიან ქართულად. და რაღაცა ნახი მაგ. რა ის მნიშვნელოვანი ამბავია თავისთავად, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი ითამაშა იმან, რომ ძალიან სახელგანთმულმა ჩვენმა ეთნომუსიკოლოგმა ორმაც შეიტანა წვლილი, ეს არის ორივე ცნობილი პროფესორია, სოსო ჯორდანია და მისი მეუღლე, არაჩვეულებრივი ნინო ციციშვილი, არაჩვეულებრივი მკვლევარები არიან და დიდ საქმეს აკეთებენ ამ მიმართულებით და ვისარგებლებ მოდი შემთხვევით და მოვიკითხავ მათ და მოვიკითხავ ასევე არაჩვეულებრივ საზოგადოებას ჩვენ ქართველებს, რომლებიც გავიცანი იქ ავსტრალიაში, განსაკუთრებით ფროდიაშვილების ოჯახს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით. მოვკითხო აქედან და დიდ სამეგობროს, რომლებიც აი გადამყურნენ მართლა ისე მიმასპინძლეს და სასიხარულო კიდევ ის იყო, რომ გარდა იმისა, რომ იცოდნენ თქვა მათ ქართული სიმღერების თაობაზე, ვინაიდან საჯარო ლექცია დასწრების საშუალება ყველას ჰქონდა და დიდი იყო ინტერესი, რომ მოესმინათ აი ყველაფრის ისტორიული მხარეები რა იყო, თეორიული მხარეები, რასაც ვთვლობ, რომ ჩემს ლექციაში მოვუყო და ჩემთვის ვინაიდან YouTube-ზე ვარ, ასევე სასიხარულო იყო, რომ ყველას ჰქონდა ნანახი ეს ჩემი გადაცემები ინგლისურ ენაზე. ძალიან უნატრებული არიან და არა მე არ გულისხმობ ქართველებს. მე გულისხმობ ამ ავსტრალიელებს ნანახი ჰქონდათ ჩემი გადაცემა ინგლისურ ენოვანი ქართული ფოლკლორი ესე ქვია, რომელიც ანუ ინტერესდება მათთვის კეთება. ქართული ფოლკლორი. ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულო. იცი რა უნდა გითხო? აი ჩვენ უყურებთ ხოლმე ქართულ სიმღერას რომ ღერიან უცხოელები და არა მაგარია, ეხა კარგად ღერიან. აი პროფესიონალად რო შეაფასო. ისე კაი გვიხარია ჩვენ და ქართულად რომ იაპონელებიც ქართულებს ღერია რა. აი შენ როგორც ხეცი ეხა მადამ ბავში და კარგი მომღერლები არიან მათ შორის. რამდენიმე არის ისეთი რომ აი რომ ხელს რომ მოკიდებდა ჩვენ სახელმწიფო ანსამბლში რომ თავის ფერს რომ შემატებს კი იმიტომ რომ ხოცი რა არის ისი რაც უფრო ერთ რამესაც ვაკვირდები კიდევ განსაკუთრებით აი ამ საჯარო ლექციების პერიოდში რომ რაც უფრო მომზადებულია და რაც უფრო ინტელექტუალური თვალსაზრისით განვითარებულია აუდიტორია, აი რაც უფრო ფართო ჰორიზონტი აქვს, უფრო მეტად აფასებს და მეტად აღფრთოვანებულია. ისე ყველაზე მელოდიური აი შენთვის და ქართულს რომ მოუხდა ერი რომელი იყო? უკანახება. მუსიკალური თვალსაზრისით რომელი იყო?
რაც კიდე შენ როგორ შემატკივრობდა ხო, აბა, ესპანელები მართლა ძალიან მუსიკალური ხალხია, ორი აზრი არ არის. ესპანეთის ხალხის ბევრჯერ მქონდა საშუალება, მადრიდის სამეფო კონსერვატორიაში მქონდა საჯარო ლექცია, კადისის უნივერსიტეტში. კიდე პანამერიკული კულტურული ცენტრია ძალიან ცნობილი და ჯერ ეს იმდენად თბილი ხალხია, დავიწყოთ აქედან. იმდენად და სხვადასხვა დამფასებელი, ხო იცი, შოპენჰაუერის ცნობილი ფრაზა რომ სხვისი ღირსების პატივისცემა საკუთარი ღირსების საზომია და ისე იმდენად გვერდში მდგომები არიან, იმდენად ემპათიის თვალსაზრისით აი გამორჩეული ხალხია და აფასებენ სხვის კულტურას, რომ არ შეიძლება რომ შენ არ განიფროლო მათ. მარტივად აი იღებენ ალღოს ჩვენ რომე აი მაგ ხრივაც ვიმყარებ რთული არ არის ჩვენი არ ხარ მიჩვეული აქაც ისე რა მრავალხმიანობის ტრადიცია სხვადასხვა ქვეყნებში არის თუმცა მანდაც ალბათ პიროვნულ ნიჭიერებაზე არის დამოკიდებული. ახლა მაგალითად კარლ ლინეკი, ესეთი ამერიკელი მომღერალია, იცი რომელია ჩვენთანაც იყო იუმორნა 2002-ში თორაშაულის პატრონი დღეს შეიძლება პანტასაურო. კი, ბატონმა ცხონებულმა გივი ბერიკაშვილმა წარადგინა და აი ბატონი ანზორი აღნიშნავდა, რომ აი ქართველებშიც კი, აი ქართველი რო იყო, წარმოიდგინე ქართველი, მათშიც კი გამორჩეული ნიჭის მომღერალი რო არის. ესეთ ჩემს აქტუალობა საზღვარი არ ქონდა, როდესაც იაპონიაში მომიწია ყოფნა. სხვადასხვა ეს სპორტთან ნამედროვად დაკავშირებულია, იმიტომ რომ გაგამარუს ჩვენი სახელოვანი სუმოისტის გაცილება იყო სუმოდან და სპეციალურად ჩავედი მისი მოწვევით, ეგრეთ წოდებული დამპაცუში კი იყო, ანუ რიტუალი, როცა თმას აჭრიან და როცა მიდის უკვე რო ამთავრებს. და თანი ჰაკუჰო გავიცანი ეს ცოცხალი ლეგენდა, რომელიც ნუ აი ძალიან დიდი მეგობარია ტოჩინოშინის და გაგამარუსი მოვიკითხავ ჩვენს სახელოვან სუმოისტებს აქედან და მაშინ იყო რომ მომეცა საშუალება ვინაიდან ხო სრული პერიოდი იყო კოვიდის დრო იყო შეზღუდვები იქით აქეთ და ამ კოვიდიდან გამომდინარე აი ლამის დაშლის პირას იყო შეკრებილები არ იყვნენ იცი გაგახსენებ ცნობილი გუნდი იამაშირო გუმი რომელიც ჯერ კიდევ აი ჩვენს ბავშვობაში სიღრმეში რომ ღეროდნენ აი კრიმაჭული გვახსოვს მაგისასრულები კრიმაჭულიანის სიმღერები სვანური და ეს შემდეგ დავეკონტაქტე მათ ჩვენი საელჩოს და არაჩვეულებრივი ჩვენი ელჩის თემუკა ლეჟავას მეშვეობებით მასაც მოვიკითხავ ასევე დიდი სიყვარულით და რაღაცა ისე მოხდა რომ ჩავთეთ ისინი აქტიურად და დაიწყეს სიმღერა და აი კიდე ერთხელ დავწმუნდი რომ როგორი გამორჩეული ხალხია ამაშიც იაპონელები რა აბსოლუტურად განსხვავებული მათი მუსიკალური კულტურიდან სულ სხვა კიდური წყობა აი საერთოდ სხვა ტრადიციაა მაგრამ როგორ უყვართ და რამდენად არიან აი ჩართულები ამ ყველაფერში და წინ დამხვდა აი მართლა დიდი ნაღვაწი ანზორ ერქომაიშვილის ერთი კაი ამბავი იყო იქ ხო იცი როგორი კანონმორჩილი და ესეთი მოწესრიგებული ხალხია ასეთი წესი ჰქონდათ ყველგან ხო თავის ინდივიდუალური რაღაც რეგულაციები იყო რომ 10 კაცი თუ იქნებოდა სცენაზე მაშინ შეიძლებოდა რომ პირბადის გარეშე ემღერათ და 10-ზე მეტი 11-ის რო ყოფილიყო უკვე პირბადის უნდა ყოფილიყო და ამიტომ ნაწილი სიმღერები შესრულები და მრავალჯამიერი კაცო საერთოდ ვიმღერე პირბადში რა რა ბანი იქნება რა მე ვთქვი აი პირველად ვიმღერე მოგუდული მრავალჯამიერი პირდაპირი მიჩვეულე ანუ იცავდით წესებს კი კაცო ვიცავდით რა თქმა უნდა და მაგრამ ჩატარდა ძალიან კარგად ჩვენთანაც კი ვიცავდით წესებს მაგრამ ისეთ შემთხვევებიც იყო ერთმანეთს ვრალებდნენ პირბადებს ჩვენთან იყო მრავალჯერადი გამოყენების ერთჯერადი მაგარი იყო ერთჯერადი იყო მაგრამ მაინც მოვერიეთ კი ესე კი მოკვდაბური ხალხი რომ მას თუნდი პერიოდი იყო ფაშინში აი ბატონი ანზორი რო ვახსენეთ ისიც კოვიდმა წაგვართვა თემურ ციკლაური და ჩვენი კახი კავსაძე ბატონი კახი ასაკში კი იყო მაგრამ აი საბოლოოდ აი კოვიდი რო არა შეიძლება კიდე შეიძლება ხო არა კახიდან ახლა ბაუზე დადიოდა ბოლომდე მე მგონი და რა ვიცი ის ისტორია მოყოლილი მაქვს რონალდინიოზე რას გავდა რა ეს ხებოდა და როგორ შემოყარა თავიო ხელოვნებაზე გადავიდა ეგრე მოედანზე რომ ნახა რონალდი აი ას გავდა გულიერებოდა და მე თავი მაგრა შემოყარა გია ფეხბურთის სიყვარული ვიცი რომ ბავშვობიდან მოდის თან შენ მოესწარი მე გია ძალიან ბერჯერ ყავდა ხოლმე სტუმრად მოწვეული ეს საფეხბურთო ღამეში გადაცემებში და არის კონდაბატივი შავი კამარის პროდუქტი მაგაზე კითხვა არის ბარე მაგ კითხვას დაგისვა რა კარატეში როგორ ჩოდა შავი კამერა ხო და მოყევი პროკურორის შვილი როცემეო კითხვა იყო ხო ახ ბიჭო საიდან ქონდა საკითხული გამოვიდა მე რა ვიცი ეგრე წერია მე გეტყვი ხა არა ოღონ გეტყვი ვინ იმიტომ რომ დავასახელო ვინ მოგწვე რა კითხვა მაცალე უნდა სად ჩამიგდე რომ და
ხო და მაინტერესებს. თქვი ეთყობა. გეტყვი ბარე მაგ ისტორიას. აი ვიცა? ერთი ბედნიერი დავით მოგელაძე. არა, დავით მოგელაძე არ არის. თაზო პეტრიაშვილი, გამარჯობა ბატონო გია თუ შეგიძლია გაიხსენოთ როცა კარატეში წონე კამარიო იძახის. ბარე გამარი ქონდა მაშინ მართალია. ფლობდით როგორ galახეთ გენპროკურორის შვილ მართლადო? ოდ მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და საბჭოთა კავშირის ეს იყო კი. არ მახსოვს გენპროკურორი იყო არა. ამაში გერი დაარტყი? არაგას უფრო დრამატულად იყო მანდაბა, იმიტომ რომ გეტყვი რა ვითარება იყო. ერთი ვიტყვი იმას რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა, იმიტომ რომ აი დინამოს ლეგენდარული თაობის გვერდით და იმათთან ერთად ვიზრდებოდი. იმიტომ რომ კი. ეს ხო იყო და თან მე რა იყო, იცი ვინაიდან მე 5 წლიდან კიმანო მეცვა და ლეგენდას, ცოცხალ ლეგენდას კიდევ ერთხელ ჩემს სენსეის უდიდეს მადლობას ვეტყვი, ბატონ ზურა ლეჟავას. მეათე დანის მფლობელი. მაგას როგორ წარმოვიდგენდი რომ ქართველი იქნებოდა მეათე დანის მფლობელი? აი როცა ვკითხულობდი ფუნაკოშის ისტორიას, კანაზავას და ასე შემდეგ და თვითონაც როცა ჩვენ მე იცი ვის რომ არის შევდი ცოტა ხანი? პუშკინასთან, თემურ რამეშვილი. კი. ცოტა ხანი. და ის იყო მე ჩემი დავაგდე და გამომიყვანეს. არასდროს გამოიღეთ. მოკლედ და რატომ ამბობ რომ დინამოელები ჩემთვის რომ სათაყვანო ხალხი იყო და მთელი ქვეყნისთვის და ჩამიყენებდნენ ხოლმე წრეში და რაიმე ახალ მოძრაობას ან კატას რასაც ვისწავლიდი აბა მოდი გვაჩვენე გააგეთე და აი ამათ ვავარებდი ახლა წარმოიდგინე ჩივაძე ყიფიანი დარასელია ეს დიდებული ხალხი და სხვათა შორის აი შეხვედრაზე რომელიც თელეში ჩატარდა ეს იყო ბანკეტი და რისი აღნიშნვის იყო ისი 1978 წელს როცა პირველად მეორედ მოვიგეთ უბრალოდ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა დინამომ. აი მაგის აღნიშნვის ბანკეტი იყო და ვიდეო და გადასარევად მაშინ დიდი აი დაახლოებით ეს აქცი ბილიარდის მაგიდა. ამა ჩაშალა გონი ხო იცი ბანკეტი? არა მე იქ არ მოხდა ეგ ამავე მე მოხდა მაგის გაგრძელება იყო ბანკეტის. ჯერაც გეტყვი იცი რომ აი დაახლოებით ბილიარდის ხელა იქ რო არის იცი? წვანე იყო იქაც მინდორი დიდი ტორტი იყო და მაშინ ეგ იშვიათობა იყო ესეთი ახლა რო არის საკონდიტრო ამბები დაწინაურებული ასე არ იყო და თან აქედან ფეხბურთელები გაკეთებული დინამოს ხო გახსოვს ესეთი ლურჯი ზოლები აი ეს დინამოელები იქიდან თვარსთების სპარტაკი იყო ვის დამახსოვს მაშინ აღარ მახსოვს და შუაში იყო კრემიანი ბურთი და ის რო დაჭრეს საშა იყო ჩვენს ჩვენ ვიყავით პროფესორეთ მაგიდასთან საშა იყო ჩივაძე ვიტალი დარასელია გიორგი დემეტრაძე დავზანდით რა შემობრძანდა მე გია დაასრულე დაჯექი დაასრულე ხო და სხედვარ და მაშინ ვიტალი არის 21 წლის ახლა და ნუ ხო ის შეთვის რომ დიდია მე ვარ 7 წლის და ეხლაც მახსოვს რომ პირველი აი ტორტის ნაჭერი სადაც იყო ეს ბურთი გადმოიღო ვიტალიმ რა და საშა მეუბრუნდა ჩივაძე და აქაც ბურთიო რა არა მოგივიდა ბავშვო მიეციო რა და გადმოვიდო ეს ნაჭერი მე და მე გადაგვიღეს ფოტო რომელიც ვიტალი დარასელიას ციგნი რომ არის აი ციგნის გარეკანზეა აი ეს ფოტო სადაც მე ჩაგიდებ თორე თუ მინდა მაგ კი როგორ არის კი ციგნი მაქვს მოკლედ ბანკეტი ყველაფერი უღრუბლოდ მიდიოდა და მე გაგრძელდა ეს ამბავი და ერთ-ერთი სტუმარი აღმოჩნდა მაშინდელი არ მახსოვს გენპროკურორი არ მახსოვს მის გენპროკურორის მოადგილე რომელიც ხმეტდა რაღაცა დიდი ამბავი ჰქონდათ მაშინდელ ასე ვთქვათ ხელმძღვანელობას ჩვენი ქვეყნის რესპუბლიკა ერქვა მაშინ გადასაწყვეტი და აი შინაურ წრეში გაგრძელდა იქ ივერია და ჩვენ ბავშვები ანუ იმისიშვილი დაახლოებით შემხელა იყო და ჩვენ ბავშვებმა ცალკე ითამაშონ ხო და მე სულ იქ ვიყავი მამჩემს უდავყავდი მაგედებს დავით მაგრამ თანამედროვე ჩვეულებრივად მაგრამ რაღაცა ცოტა ესეთი ოკუპანტურ აგრესიული განწყობით იყო ეს დიდი მახსოვს რა და ხო იცი რაღაც დაჩეგროს რომ მოგინდომებს და რო გადმოვიდა მე ხელჩათულ ბრძოლაში იქ უფრო მომზადებული გავხდა მაგრამ ბოლოს შედეგი მახსოვს ის რომ გულზე ვეჯექი მახსოვს ხო და აი ამ დროს ამაღლიტეს უკვე ხო და იმიტომ რომ ძალიან გამამწარა კაცო ხო გასაგებია ხა შენ რო გულზე დაახტე და უწყავდი უკვე წარმომიდგენდი აღარ მახსოვს იმ ბატონის სახელი და გვარი მე მეუნებოდა არ მახსოვს
ჯიმის ხირკლაძე იყო თუ ვინ იყო მე დამარტყი შვილო მაგას არ ჯიმის ისტორია როგორ მაგას არ დაარტყა როგორ უნდა გამოგადაფოს ეგეთ მდგომარეობაში იყო არა ხო რა ხტა ბავშვი ხო იცი მაგდეს სპონტანურად მოქმედებს და ეგ იყო ეთქობა სადღაც მოვყევი და მე გავიხსენე მოდი კითხოს თუ მიყვედა weightlifting and me გიაჯან ორ გუნდს შორის რო კონდეს არჩევანი გასაკეთებელი რომელს უკომაგებდი Manchester City-ს თუ Manchester United-სო რატომ იცი რა ვინაიდან გეტყვი ახლა ვინაიდან არც ერთს არ გულშემატკივრობ ხო ჩვენ ამოვდივართ ჩვენებიდან ჩვენი მიმართებიდან ხო და ვინაიდან გიორგი კინკლაძეს შენ რო ალვარესის მამათ მონათლე და მე რო ხარი აგები ვინაიდან ხო როგორც არა ჩვენ სასახელო ფეხბურთელს ამხელა პიეტეტია აი მის მიმართ და ამხელა სიყვარულია რა თქმა უნდა მე არ მომეწონა ეგ მაგრამ კაი ხო არა მაგრამ არგუმენტი რა ვარი იყო ხო იყო არგუმენტი რკინის ხო რა შეიძლება ითქვას 4 ქართველი სიტიში ეხლა რო ვიხსენებ გადმოსახედიდან ეხლა რო 4 ქართველი თამაშობს Manchester City-ში ყავდა ყველა თავის სიტყვა რა თქვა მაგრამ კინკლაძე რატო აღნიშნებ ისინი დღემდე როგორ ბიჭო რას ლაპარაკობ ეხლა ეხლა როგორც იქნა ჩაბრუნდა იქა და ხალხ ხვდება და ქუჩაში საოცრებები ხდება და მაღაზია გახსნა და რა აღმერთებენ კაცს და ყველა გამოკითხებში ყველა ჩარტებში დღესაც ხვდება იცი რატო ამბობ მაგას კიდე ნაპოლისთან მიმართებაში ხო იცი შინაგანად რაღაცა ის გაქვს მე მესმის ნაპოლის გულშემატკივრის გარკვეული თვალსაზრისით რომ ხა კვარა როცა მოდიოდა შეიძლება იმ მომენტში ძალიანაც ეთკინათ მაგრამ შინაგანად მაინც ხო იცი აი ბიჭო მე მაგ დარჩენილი ნაპოლი ხო აი ეგ ხო მარადონას გამოწე თავი რა გავიგერო ცხელია ეს ემოცია მაგრამ მეტი როგორ გითხრა დარწმუნებული ვარ რომ სიტი სკი ბოლომდე უერგულა გიორგი კინკლაძე მეტი რო არ შეიძლება და ჩაყვა იმაში ქვედა ლიგაში და ასე შემდეგ მაგრამ აი რაღაცა კვარას მე ვფიქრობ რომ ამ ხელა აღმაფრენის მერე როდესაც დელ პიერო ეთანხმება იტალიელ ჟურნალისტს რომ მარადონას მერე ამ ხელა ფეხბურთელი არ ყოლია ხო და რაღაცა გულშემატკივრება ცოტა მეტიც გავა. ავიცი გუშინი რუნისის წავიკითხე ისენი, ეხა ეს ხო ფეიკები არ არის, ეს ხალხი ამას ამბობს. დაწერა რომ დღესდღეობით საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში არის კვარა. ზედოფოს ეკვა. რა მითხრა, მოდი მაგაზე მაშინ კითხვას დაგისვა. და არიგოსაკი და ისინი აუ. ბაბატონოგია. ყველა დიდი ვინ. მაიღებს თუ არა კვარა ოქროს ბურცო. ძალიან მინდა რა თქმა უნდა მე ისე როგორც თელ საქართველოს, მაგრამ ვფიქრობ გაგვიჭირდება აი რომს მოიგოს, აი რო წარმოვიგვინოთ ყველაზე კაი ვარიანტი, ხო? ჩვენ ახლა ამ გადაცემას რომ წერთ, მეორე ნახევარფინალი არის წინ. ნუ მიუხედავად სათამაშოა, ხო? დაუშვათ იქ ჰეტრიკი გააკეთა. დაუშვათ ფინალშიც გააკეთა ჰეტრიკი და აი სოფლიოზე არ არის. მაგრამ სოფლიოზე ვერ არის რა და სოფლიოზე იქ ვიღაც თავარი სიტყვის მთქმელი იქნება. თუ ვერავინ არაფერი ვერ თქვა, კიდე შეიძლება რაღაცა მოხდეს. 3 ორს შეიძლება მოხდეს მაინც. ნახოთ რა, ყოველ შემთხვევაში. იცი რა, აი მე ვგეტყვი რა, სოფლიოზე თუ ჩემმა საყვარელმა არგენტინის ნაკრებამ კვლავ იჩაუქა და ისე ვთქვათ მესი იყო თავარი, რატო არ მჯერა? არა, გეკითხები კაცო. ბალანად ჯერა. ამიტომ რომ მე ბრაზილიას გუშევტკები, მაგრამ არ მჯერა და რა ვიცი ახლა. ბრაზილიის არც მე არ მჯერა და არგენტინის მჯერა. და აი შეხედე შენა. აი უყურე. მაგრამ უყურე, მესის შეიძლება ოქროს ბურთი აღარ მიცენ. თუმცა მაგ შემთხვევაში როგორ არ უნდა მიცენ, უნდა მიცენ, აბა მაგდენი. თუ არ უნდა იყოს კაცო რა გინდა, სადაც 8, იქ 9 და იქ. მოიცა ერთი წამი თუ. მარჯვენა ფეხი თამაშობს? ხოდა. ვერა. თავით? ვერა. всё. რა საჭიროა მე? თავარი არის შედეგი. თავარი არის შედეგი. ლეგენდარული ვიდეო გაგვაქვს. ეგ ლეგენდარული ვიდეო იყო რა, ჩვენი ვეტერანები. ხო. მურთაზ და ესე რო იგი. გასაოცარი ვიდეო. ეგ რო მაგას რო ესპანური ტიტრები და ესე იგი. გაგიჟდება ის მესიმ რომ თან ბიჭო ამხელა აი ძალიან დიდი მოვლენები არიან. მაგრამ კონკრეტულად ბევრი თამაშები გაქვს, ნახე სულ უყურებს შენ ფეხბურთს. ეხლა ბევრი ამბობს რომ ესეთი ნახევარფინალი რაც იყო არა. აი სხვა რევს რომელებს გაიხსენებდი კიდე. ნახევარფინალი? არა. პლეიოფის თავი რა, აი ბარსელონა PSG მაგალითად ის გამბექი რო იყო. რადგან ნახევარფინალი ახსენეს სულ სხვა რამე მოაგდო გონება. რომელი ნახევარფინალი იცი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთი გერმანია. ხო, ეგ ეხა კი. საოცარი შუმახერმა რო პატისტონი გინაღამ. კი, მოკლა გინაღამ და
ისე ძალით გააკეთა როგორ აი გახსოვს როგორ ხდება მოძრაობა გახსოვს რო ტრიალდება სპეციალურად უთყავს რა არა მე იქ ხო სხვა პერიოდის ფეხბურთია როცა ფეხბურთი და როგორ გითხრა MMA ერთად იყო მაშინ MMA ჯერ არ იყო მაგრამ ფეხბურთი თავსებდა ჯენტილე რასაც უკეთებდა მარადონას ახლა გაუშვებდნენ მარტო მარადონას არა ზიკოსაც ზიკოსაც 10 ნომერებს ერჩოდა რა გარჩე ხო ანუ მიჩენილი იყო ეს და ან ახელ მარად გაუკეთა ჩვენყიფიანს სპეციალური ნომერი იყო 10 ნომერებს ერჩოდა გია სად ნახავდი კვარას ეხლა აი მორჩა ეს სეზონი გახდა ჩემპიონთა ლიგის ფლობელი მეორე იცი რა მე მაგალითად ვფიქრობ რომ ძალიან კარგ ადგილას არის მაგიდან წასვლა ძნელი იქნება ხო ამბობდით უბრალოდ საუბარი იყო ვინაიდან მისთვის საოცრებო გუნდი არის რეალი და ამბობდნენ რეალს მაგრამ ამას ხო რამე გააკეთა PSG გაარეალა კი აი გალაქტიკოზის პერიოდი რაც უნდა ყოფილიყო PSG თავისი არსით როგორც ფიქრობდნენ რომ ნეიმარი მესი და ერთად არა ამან ისტორია დაწერა ეხლა ამის შემდგომ და მე ვფიქრობ თან მე სანამ ლუის ენრიკეა მან და შემაგას უაღნიშნავდი სხვადასხვა სანამ ჯერ იქნებოდა ეგ თემა რეალობა სანამ იქცეოდა მე ვფიქრობ რომ არის იდეალურ ადგილას თან მე ვიყავი ჩემი ბავშვები მყავდა უფროსი ორი გოგონა ჩემი კვარას ერთ-ერთ თამაშზე პარიზში და რა სიყვარულიც მე იქ ვნახე მის მიმართ მიუხედავად იმისა რომ პარიზული პუბლიკა არ არის მარტივი მაგრამ არა რა მარტივი ვიყო გაჩერდიო მე და ბუკა კინაღამ გაგოლახეს მანჩესტერი PSG-ზე ვიყავი ჩვენ ტახი ჩონგმა და ვიღაცებით რო გააგდეს PSG დიმარია და ესენ და იქ გამოგვიარეს ტიპება და მანჩესტერის ქუდები გეხურა კინაღამ გამოგებოდა ახოცეს ბიჭო მე ჩემი დინი და ლიზა კიდე რომ გამოვედით და ტაქსები იქვე რო დგანან რა და გავაჩერე და მისამართი უთხარი მივდივართ და ლაპარაკში გამოვილაპარაკეთ და კვარაზე ხო გაანათა და რო გაჩერდა მოიცაო გადაღებულის მაგსალა მოიცაო მე მგონება თავი გადმოყო ნაინანინანინა აქედან არის კლიპები ხო კიდე მუსიკალურადაც მანამდე აი რო ჩადიოდით ხოლმე გასტროლებს ეხლა ნუ კვარამდე გეუნები როდის აი თუნდაც 90-იანებში თუნდაც კი არა 90-იანები მაინტერესებს აი ჩადიოდით გასტროლებზე სხვადასხვა ქვეყნებში დადიოდით იქ იყო ლაპარაკი აი ქონია რომ აი თქვა თო ყიფიანი და ესა და რამაშენგელია და ესენი ძველი ფეხბურთელები ვინმე უცხოელს ესე უთქვამს და მე ერთხელ რომში მითხრა ტაქსის შოფერი იყო ტაქსისტმა მითხრა რომ ვინო ყიფიანი გრანდე ჩივაძე გრანდე ეგ ორი მითხრა ნახდათ მახსოვს არ მომწევია სიმართლე არა ხო არა ყოველთვის მე არ მქონია ესეთი გამოცდილება მაგრამ კვარამ რაც გააკეთა რა თქმა უნდა არ უნდა დაუგევკარდო სხვა ბიჭებსაც იგივე მიფუტაძე როგორც არა მაგან დაიწყო კაცო ხა ის სხვა რამე გააკეთა კიდე სხვა რეპუტაციული როგორ გითხრა აქტივი შემატა თელს ქართულ ფეხბურთს და თელ საქართველოს აი რო არ იცოდეს ადამიანმა ვთქვა ბორის პაიჭაძე ვთქვა ბასა ღოღობერიძე მიშამესხი ამანიძე სლავა მეტრეველი შემდეგ ვთქვა ვინც ვახსენეთ დარასელი ეყიფიანი სხვა აი კვარათი მიხვდება ეს რა ქვეყნის და წავა ისტორია და ხო რეტროსპექტულად შეიძლება წარმოიდგინოს რა და პლუს ქცევა აი ერთი რაღაცა აი ეგ უნდა მეთქვა უყურე გარდა იმისა რომ მაგარი ფეხბურთელია ყველგან დატოვა აი ადამიანობის კუთხით აცური კაცი აი პირველი ჩასვლა პარიზში და ენრიკე რო გამოდის და რო აბა აი მან დავწუნდი რომ მართლა დიდი ხანი წალიჩობდა მაგის გადაყვანას ხო იცახდნენ ადრე ანუ ადამიანურად არის ეხა ვიტინიას გამოკითხე ხო იცის მაცხენა ფეხი მარჯვენა ფეხი და მენტალიტეტია და ორი წამი გაჩერდა კვარა very strong კვარა არის ყველაზე მაგარი მენტალიტეტი აქვს წარმოიდგინეთ იმზე აი ხლა ნახევარფინალი ცხელია ხლა ეს ემოციები რა ნახევარფინალში რამხელა წნეხი იყო ბავარიასი ხო აი შეჭამეს პირველი ეს აი ის გოლის მერე შეიცვალა კი ეთახმე და აბსოლუტურად არაფრიდან მოიფიქრე მე რაც ყოლა აი რაც დიდ ფეხბურთ რუნიმ რაც თქვა რომ ესო მარტო თავის პოზიციაზე მაგარი კერე უბრალოდ დიდი ფეხბურთელია მარტო ნიჭიერება არ არისო ხო და ყველამ რო იცოდა იმ მომენტში რა უნდა გაეკეთებინა რომ მარჯვნივ უნდა წასულიყო მე კიდე ცოტა მარჯვნივ და გარედან უნდა დაერთხა იკუთხე ბოდის შედარებისთვის მაგრამ მესიზეც იციან საით უნდა წავიდეს მაგრამ აჩერებენ ამას რო ვამბობთ უკვე მესის პარალელურად უკვე რამხელა ხო ჩვენ კიდე დღეს რეალურად მე მგონი ჩვენი თანამედროვე რო არის და ჩვენ თვალწინ რო ხდება კიდე კარგად ვერ აღვიქვათ ზოგადად თორე ეხლა რო უცებროთ ახუჭო თვალი და რო გაიხედო უკან და ჩამოთვალო უცებ აი ამ მოკლე დროში რეები გააკეთა ტიპმა სერია
საუკეთესო ჩემპიონი. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა. პარიზში გადავიდა ლიგა. იქ ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა ნაკრებთან ერთად, ეხლა ყველამ ერთად რა თქმა უნდა. ეხლა ყველა იმდენი რაღაცა. ყველა დროის რეკორდი PSG-ს. ხო, ეხლა ყველა დროის რეკორდი. იმდენი რაღაცა კამბას, ესე მოკლე დროში გაკეთებული რომ და იუტის ოდენად არ არის შეცვლილი. აბსოლუტურად. არა, მართლა ოღონდ ეხლა ვინც მაგას ტრიალებს ყველა ბავშვური თანდაბალი ალალი მართალი და მე შეიძლება განმეორდე, იმიტომ რომ აი ჩემთვის ხო იცი როგორც წვეთ წყალში აისახება ოკეანის მთელი სტრუქტურა, აი ესე იყო ჩემთვის, როცა გამოდიოდა, ცნობილი შემთხვევა მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო და ლივერპულთან თამაში რო იყო ენფილდზე და დაბლა ლოგო რო იყო ლივერპულის და ყველა რო ხო, გაუარა გვერდზე გადაიხო. ხო, შინაგანათა, გაგხელა ის აქვს პლუს ეს ლიდერის მენტალიტეტი, დანარჩენებაც რომ იბაძეს. იმათაც აუქციეს. დემეტრაის თამაში გახსოვს? რას ქვია მახსოვს? საფირმო რა ქონდა? რა ქვია და პად წარმოუდგენელი პარტიციპია, არ ვიცი ამას მანერად როგორ ქვია. ეგრეა რა პარტიციპია ყველა ენაზე. ფიზიკის კანონებს არ ღვევდა. სასპენდით მოვედი და დავახტოვე. ძიმის მოვედი სამჯერ გადაგაგდეთ. არა, ბიჭო, რაცალე, სამზე ხო გითხარით. კაი, მოდი, მაგისტრის წითელ ბარათს მიიღებ რო დაჯდები აქ. კვარაცხელია სოდა დაიდე შენ იმ დღეს. მოდი გავყეთ მაშინ კითხვებს რო არ დაგვრჩეს არაფერი. ეხა იუმორინას კურიოზზე მოყევიო რა ვიცი, რომელი მოყევი რამე? რა, მაგის მეტი რა იქნება კულისებში ან ეგეთი ბევრია კი, რა თქმა მოყვები ბატონო. კულისებში. ერთი იყო ეხლა რო ახსენე და კარატე და შავი კამარა რო ახსენე. ხო. ფილარმონიაში დარწმუნებული ვარ, შემჩნეული გექნება და აი გარედანაჩას და კულისებში ერთხელ მაინც თუ მოხვედრილი ხარ. იქ რამდენიმე ფარდაა და ამ ფარდებს შორის ერთი არის მორიგე ფარდა, რომელიც მე აი ბავშვები იქ არ დაბადებულ ვარ, თორე იქ ვარ გაზრდილი, არ მინახავს ის გამონასკული, მაგრამ არის რომ მორიგე ფარდა რამე რო იყოს ის არსებობს. და რამხელა ხო წარმოგიდგენია ის ფარდა და ის არის გამონასკული და შესაბამისად ნასკვიც ხო წარმოგიდგენია. ხო, ხო, შეიძლება იქნებოდა. აი ესეთია რა დაახლოებით. ხო. და ის არის ჩამოკიდებული სადღაც ესე აი 2 მეტრი 2 და 10 აი სიმაღლეზე რა. დაახლოებით ესე. ხო და ყველა არტისტს აი სცენაზე გასვლისი ხო რაღაცა თავისი რიტუალი აქვს რა და ნუ ყველას თავისი მეც ეგეთი მაქვს ყოველთვის წლების მანძილზე ესე ვაკეთებდი ფილარმონიაში რომ გასვლის წინ ცოტას გავხურდებოდი ერთი-ორი ნაბიჯი და ფეხს ურახურებდი ამ ნასკს ხო ხო ფეხს ვაკმაოდ კარგად უყავს სხვა შორის ხარიხას ურტყამდი თავისუფლად კი 2.50 ანუ ახლა ეხლანდელზე გეტყვი მე ამასო დავამთავრებ ახლანდელ ფორმაზე გეტყვი ხო და მოკლედ ჩვენი იუმორინები როგორც ეს ხო გასოს ვაცხადებით ერთი კვირა მე კიდე გზავდებოდა კი ბაგე მოკლედ ერთვიანი კონცერტია და ერთი დღე გავხურდი მივარტყი მე დაუგარი გავხურდი მივარტყი გავედი სცენაზე მესამე დღეს მივარტყი მაგრამ რაღაცა ისე თავისუფლად ვეღარ მეოთხე დღეს საკამაოდ გამიჭირდა რა აი მეხუთე დღეს ძლივს მივარტყი ძლივს რა ხდება მეექვსე დღეს ვეღარ მივარტყი და ხო იცი აი რომ დამძინ მეთქი რა მჭის რა ადამიანს რატო რო თურმე რა ხდება ჩემები მეგობრები ესობერულაშვილი მერაბ გეგეჭკორი დათო როსტომაშვილი მამულა ონაშვილი მაგას ენაცვალე ყველაფრის სამომწები ყვეთები არ დაეზარა ყოველდღიურები თან თურმე მოიყვანენ მეხანძრეებს მოიყვანენ მოიტანენ კიბეს ამდენი საჩვენო ჰა მაგალია იყო ამას შეავჩრე ცოტა დაწია და 5 ახლობით 5 სანტიმეტრ მომატები შენ გაიზარდა ბუკასა ვიტყობი ხარ ბუკასა ვიტრო მომატებდა ხო და ეხლანდელ ფორმას რა შეიძლება როდესაც ფორმაში კი ხარ მაგრამ წონა რომ მოვიმატე და ჩვენი ზმაგაცი უმაგრესი ბიჭი და სხვა შორის ფანტასტიკური კლავჭიდელი მაგრამ კლავჭიდელი ნაკლებად არის ცნობილი ქართული ხმების ფანტასტიკური პირველი ხმა დათო კიკაბიძე სუბრას არა და თამადობ და აი ფორმაში ვარ ამ ზომნაწონის უკვე და სადღაც ეთქობა ან ინტერვიუში წაიკითხა ჩვენი საერთო მეგობარია და დათოს ეკითხება კიკაბიძეს ბიჭო გიასო მართლა შავი კამარია ხო კარატეშიო და კიკაბიძემ გამომხედა და იო აქვს მაგრამ აღარ ეკურებაო და მეორე გითხრა წონის ბატებაზე ფანტასტიკური ებავი ჩემი მე დედით ვარ გურული ლანჩხუთიდან ძალიან მიყვარს ჩემი გურია და ლანჩხუთი და ჩემი ზემოჩიბათი და მიდეკავს ჩემი ნათესავი აი წონა მომატებულზე და აი რა მოხსნია ვიო დაბი არც გამარჯობა არც როგორ ახლა მაგრამ იყო მე უთხარი და
გუშღამ ნახე ტელევიზორში და გუშღამ რო გეტყვის გურული შეიძლება იყოს გუში და შეიძლება იყოს ექვსი თვის. ხო. მეოთხარი ტელევიზორში ვნახავდი მეოთხარი. მე ბიჭო მთლიანად რომ დამინახე მეორე ტელევიზორი მოვადგიო. ნახო ეხა მაგათ გაუჭირდებოდა ხო? ისე ჩვენმა გამომწერებმა კითხვა დაუსვეს მერაბ სიჭინავას. დიახ. თუ ყავდა ოქრო კაცი გასაული. საქმის პელე და მესი და მესის ხო ისე რატო ვეძახით პაროდიის. იმიტომ რომ აბრევიატურა მესი არის მერაბ სიჭინავა და საქმითაც მესია და და იცი რა იყო ეხლა უცებ გამახსდა იუმორინას და ფილარმონიაზე რა ვერ გასწო გამიკვირდა პასუხი. ის აი ის ხმაროაო ტაშის ხო იცი ცნობილი მაგაზე ეგ მაგას ვინაკეთებს და მე დავინახე ერთხელ მაშინ ხო არ ვწდები კონცერტის დროს ხო თქვენ მაშინ კი თავიდან მე და მე როგორ მაყურებელმა ისე ასე ვთქვათ აიტაცა ეს ყველაფერი რომ მარტირდება ზუსტად ისე რომ დაში კი და აი ეგ არის ზუსტად უცხარი რაგბი გწერს გია შენ გეუბნე მე უნდა გითხრა შენ აჰა გია დიმას გადაეცი რომ შენზე ნაკლების სტუმარი არ მიიწვიოს ბოლო დროს ხალხი შემოერია თუ გადმოგესი რა გადმომეცი ჩემზე ნაკლების სტუმარი აღარ მოიწვიო ჩემო და ბოლოს წერია ეს დიდი პატივისცემით რომ ჩვენგანაც პატივისცემა მადლობა და შემდეგ კითხვებია ბეკა ჯანგიშერაშვილი გაუმარჯოს ბუკას დიმას მეუდარის ბუკა ჯემიშვილი ლუკას გიოს ყველას გაუმარჯოს და კითხვა ბატონ გიას ბატონო გია თქვენი აზრით დღევანდელ რეალობაში საქართველოში ნიჭს უფრო აფასებენ თუ კავშირებსო უი ვაიმე გაჩნია სფეროს არის სფერო სადაც შეიძლება რომ კავშირებმა გადაძალოს ნიჭი მაგრამ რაც შეეხება თქო ხელოვნებას და სპორტს ხომ რაღაც ეტაპზე შეიძლება წაშველება მაგრამ ხო იცი რა თქვა მე რომ კაცმა ჭირმა თავი არ დამალაო რო გამოხვალ სცენაზე და არ უნდა იმღერო არ უნდა დაუკრა აი ვინც არ უნდა იყოს რა კავშირიც არ უნდა კონდეს რა უნდა გიშველოს ან როცა გამოხვალ შეიძლება დაგაყენონ შემადგენლობაში და ამჯობინონ სხვა ხო მე რა შვები ხვალზე ერთი თამაშური თუ არ გაამართლე ასე რომ საბოლოოდ მე ვფიქრობ თუ უბრალოდ მათ პრობლემა რაშია ნიჭიერი ადამიანი როგორც წესი არის თავის თავში ნაკლებად დარწმუნებული ვიდრე სხვა და გული შეიძლება იულად აუსრულდეს. აი ამიტომ ჭირდება ნიჭიერ ადამიანს ხელი შეშველება. რომ იმას გული არ გაუტყდეს. იმიტომ რომ უფრო გზნობიერია, უფრო მოწყვლადია, მეტი კითხვა აქვს თავის თავთან და მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი დიდი სოდოა რომ ნიჭიერი ადამიანი დაჩაგრო და ყოველდღიურადობადიებელი ამბავი თორე კავშირში ცუდი არაფერი არის ეხა ნეპოტიზმი არ ნაგვერიოთ ერთმანეთში კავშირები როგორ კარგი მაგას აჯობია თქვა დავწყვეტ იქნება ბიზნეს თეორიაში ყველა გეუბნება რომ კავშირების აწყობა ისწავლე იმიტომ იმ ნიჭს მე განვითარება ჭირდება და სხვა შორის ნიჭის გამოყენების ნიჭი ცალკე ნიჭია და აი ამ გამოყენების ნიჭში კავშირები აქ რა მნიშვნელობითაც არის. მე მივხვდი რა კონტექსტის არის და ხო რა ვიცი, პასუხიც მეგონი გასაგია. მეორე კითხვა, ცოტა ისეთი კითხვებია. თქვენი წარმატება უფრო თქვენი ნიჭის დამსახურებაა თუ სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნისო? ალბათ ორივე ერთად, იმიტომ რომ წარმოიდგინო რომ თქვათ რაღაცა სხვა ვითარებაში ყოფილიყავით, ესე ძნელი სათქმელია, თუმცა საბოლოოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ყველა პროფესია დასაფასებელია, მაგრამ არის ესეთი პროფესიები, რომელიც აი არიერგარდშია და ნაკლებად მაგალითად ეკონომისტი, ხო, რა ვიცი, ფინანსისტი და კომპანიაში შეიძლება ძალიან დაწინაურებული იყოს, მაგრამ არავინ არ იცოდეს რეალურად რა საქმეს აკეთებს. ჩვენთან კაცო სცენას რაც შეეხება და გამორიცხულია პირიქით. ხო. ბოლოს ორი კითხვა ცოტა გავხალისედო, ისევ ბეკა გწერს ჯანგიშერაშვილი. სახში რო გეჭხუბონ, იქაც ვარსკვლავი ხარ თუ ჩვეულებრივი მამათაკმარი ადამიანიო. გეჭხუბებიანო? არა, კაცო, უნდა გეჭხუბონ. ჯემალი? არა, ჩვენ რამდენი ხანია? ბოლოს ოდის გეჭხუბ, ერთი 30 წელი ალბათ. არა, სოდეს. ჭხუბით არა, დატოქსო არა რაღაცა. არა, ჩვენ ძალიან დიდი მეგობრობა და ურთიერთობა გქონდა ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ისეთი პირში მთქმელი და უკომპრომისოა. კაცრი არის, ხო? მე ვიტყოდი მომთხოვნ. მე ვიტყოდი მომთხოვნ. თავის მიმართაც და მე პირიქით მადლობა, აი ძალიან მადლიერი ვარ, იმიტომ რომ მე პირადად მეტს ვთხოვდა გაცილებით. ვიდრე სხვებს სცენაზე და მე თუ მკითხა აბსოლუტურად სწორი მიდგომა, იმიტომ რომ მხოლოდ ასე შეიძლება რომ არ გააფუჭო და რაღაცა პრივილეგირებულად არ აგზნობინო თავიდან. და რაც შეეხება ვარსკვლავას, საერთოდ აგზნობი არანაირ ვარსკვლავად არა, პირიქით. აი მაგხრივ არის ხვიჩა საუკეთესო მაგალითი. აი ვინ არის სახელითაც მეგრულს მიმართავ და ქცევითაც ვარსკვლავი და თავმდაბალი და აბარა მართლა სანიმუშო კაცი არის. აი ეს კითხვა მეც მაქვს. გუშინდელი ნახევარფინალი, ამ ბოლო ნახევარფინალების თქვენ ხო არ იცით ბატონ გია რა უნდა სასამოთხეშიო?
ცნობილი ფრაზა ხო ეს ალექსას? ო, კი. საათსა რა უნდა სამოთხეში და არა ეხა მართლა რაღაც სასწაულები აკეთეს ვარზე თუ ნახეს ისა. იც ხო არის რა უნდა სამოთხეშიც? ეგ ალექსანდრე გრაილოპარაკა ქართულ საჯებზე თქვა რომელი მოხდებოდა და რომელი არა სამოთხეში. არ ვიცი, მაგრამ ეს ვარი მაინც უცნაურება ვიცი, საბოლოოდ ადამიანური ფაქტორი რო ერთვება იქ. როცა ეძახიან უკვე. იქ უკვე საჯის გადასაწყვეტია ყველა ვარიანტში. არა, იცი რა არის ეხლა შენ შეიძლება დარწმუნებული იყო მართლა და შეგეშალოს რა. ეხლა იქ ოფიკა ბახრა მოვიდა ესე რომ გავიხსენოთ გადაკვეთე, მაშინ რომ ვარი ყოფილიყო, ეს ამბავი ხო არ იქნებოდა რა ეხლა და სადღაც სამართლიანობის პრინციპი არის, მაგრამ ბოლო დროს ცოტა ეს ვარი ისეთი გახდა რაღაცა რა, აი ნახულობ გამეორებაზე, იყო პენალი და ის არ ნიშნავს, ხო? რა სამართლიანობის გარსას არ გიჩენს. ხო, რაღაცა ისეთია რა. ეს რა კითხვა ეხა დავით მიულერს მე ვერ ვეთანხმები, მაგრამ მაინც წავიკითხე, თორე ჩვენ ყველა კითხავს ვკითხო, რატომ არ გარც ერთ ფეხბურთელი ნაკრებში კვარას გარდაო და აღდათ არ არის? ვერანაირად ვერ. დავიწყოთ. ოღონდ გულწრფელად ვამბობ, არა. საშუალო დონის ფეხბურთელები ბევრი არის. უნდურობით გავედით რა თქმა უნდა, მაგას თავი დავინებოთ, როცა კვარა არ იყო. რაც გიორგი ჩაგვეტაძე მაკეთა რომ მოიყვანა არა ხო არც ერთი არ ვარ ძალიან უტრირებული ახლა და კოჩორაშვილი და გინდა არა კი არ გეჩხუბებით და თქვენი აზრი თქვენ გააქვთ მაგრამ ჩვენ მე სხვა აზრი მაქვს რა და ეხლა რა ჟორჟი არ ვარ გააქვს ჩაკვე არ ვარ გააქვს მამარდა არ ვარ გააქვს მე კიდე ერთ ვიტყოდი რომ ამ ფორმაციის ნაკრების კიდევ რა გვიყვარს გულშემატკივრებს ჩემი აზრით ეს არის ის რომ ყველაზე ნაკლებად სწორედ ახლა ჩდება კითხვა. მე მაგალითად ამერ კითხვა არ მაქვს თავდადებასთან და აი ბოლომდე ჩართვასთან დაკავშირებით, რომ ადრე იყო ეგრე განსხვავებული. არა, ბიჭო, ეხა არიან ლომგულები, რას ლაპარაკობენ? აი ეს მომენტი გაიხსენე ბუდურო წაიქცა და ბურთი რო იყო, თავი რო ახოხია და ეგ ხო მთელი გუნდის სულის გამოხატულება იყო მაშინ და აი ეგ მინდა რომ დაუბრუნდეთ ამათ ეხლა შესარჩევებზე. ეგ. და კითხვა რაღაცა აპს თბილისი აერბნბ ესე წერია. ვიტენია თუ კიტეიშვილიო? კიტეიშვილი, იმიტომ რომ კიტეიშვილი ჩემთვის უძვირფასესი ფეხბურთელია. გარდა ამისა ვიტენია საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს და კიტეიშვილი შეუცვლელია დღევანდელ დღეს და თანაც ძალიან მიყვარს პიროვნულადაც და თან გვასახელებს კაცო ავსტრიაში. საუკეთესო ფეხბურთელია მნეხანე. და კიტეს ეხა ლაპარაკი არ უნდა, უბრალოდ მართლა გულგასაცდია. ვიტენია რა თქმა უნდა ძალიან დიდი ფეხბურთელია. ვიტენია ჩვენიანია, იმიტომ რომ კვარაზე თქვა რომ ყველაზე მაგარია იყო თან. ჩვენ რო ფრანგები ვიყოთ, ალბათ სხვანაირად ვიტყოდით. კაცო, გადავა კვარა მანჩესტერში ჩვენი სხვანაირად შევხედავთ მანჩესტერს გადავა. ხო, ასე იქნება ზუსტად და აი ყურე კითხვა არ მაქვსო ბექანეჟა ვაგწერს თხოვნა მექნება დიმასთან და ნოდართან ერთად წინწყაროში ასრულო. დიდი მადლობა ჩვენი შესაძლებლობები თუ ესეთი გონია პატსეულო რომ მე შემილია წინწყარო ვიმღერო, რა ვიცი. გვასწავლი? გინდა გლიჯოთ? ჩვენ ერთ ბევრი რამ გავკეთები ერთად, მაგრამ სიმღერით რა წინწყარო არის რა გვია? ბანს გავქაჩავ. როგორ უნდა გავაკეთო? მითხარე და გავაკეთე. ეხა ჩარლად ზარგოზე ქართული სიმღერა სამხმიანია ბიჭო, ხო და პირველი ხმა უნდა წინწყაროს, მეორე და ბანი, ხო და მაგრამ უნდა რა უნდა? ბანს ვიზავთ, გავაკეთებთ. ანუ პირველს ვერ მაშინ შენ რაღაც წინწყაროს სხვათა შორის ეთქა ისტორია მაქვს მაგაზე მე მუსიკის თეორია მაქვს დამთავრებული მე ბოლოში ფოლკლორისტი გავიჩიე მუსიკალური ფოლკლორის სპეციალობა და კონსერვატორიაში რო ვაბარებდით ერთ-ერთი საფინალო გამოსთა იყო კოლოკვიუმი სადაც ყველაფერზე გეკითხებია და აცხონოს ღმერთმა ჩემი დიდი მასწავლებელი და დიდი მეგობარი გამოჩენილი ქართველი ფოლკლორისტი ბატონი კუკური ჭოხონელიძე იყო ერთ-ერთი და რაღაცები რომ მომთავრდა უკვე და კითხვები აღარ ქონდა დამატებითი და რაღაცა კარგად წავიდა როგორც ეთქობა ეს კოლოკვიუმი ბოლოს მითხრა რომ ეხლა მოდიო რომ მანამდე მომღერა თქვათ სიმღერა მოდი ორი ხმა დაუკარი ერთი იმღერა და ამ შემდეგ და ეხლა მოდიო წინწყარო იმღერეო უგონდათ სამივე ხმა ერთადო სამივე ხმა ერთადო ხო და გასაგებია ხო ეხლა ცოტა იუმორისტული იყო ამოცანა იყო და მე ვთხარი სამივე ხმა აბა როგორც გინდა გააკეთებ და მომიწია ესე სამივე ხმის ხვიდა ხმაზე ხტუნაობა და გაკეთება და მოკლედ მედი გააკეთე რო რამდენადაც შეიძლება ეხა არა ის და ხა აი ხო იქ როგორც გავაკეთე შემიძლია ხო იქ მედი აბა მე ხო გამული ბანია და შესაბამისად ჩვენ ხმას არ ვიღებთ წინწყარო ჩამოვიარე წინწყარო იჯოდა
საერთოდ ახალი მიმდინარეობა წამოვიდა. ცალკე აღებული რომ უსმინო გიჟის საბოდოარია, მაგრამ ნუ არა, ხო, მაგრამ ჩვენ თქო მადლობა. არა, მოულოდნელად ეს გადასვლა ხმიდან ეს სიცვლის, მაგრამ ამას შეუძლია ყველანაირი ხმის გაკეთება, რომ სიმღერა არის просто. ლევან კილა, ბატონო გია, იუმორინას ყველა დროის all-star-ი რო შეადგინოთ 11-ეულიო, ვის რა პოზიციას დააყენებითო. დავიწყოთ მეკარე. მიდი, მეკარე. ბესო. მეკარე აუცილებლად ბესო, იმიტომ რომ რატო? არა, იმიტომ რომ მეკარე იყო და ბესო ვიცი, მეკარე იყო, თამაშობდა და აქედან გამომდინარე სხვას ვერაფრით დავაყენებთ და გარდა ამისა საიმედო კაცია. საიმედო ყველაა, მაგრამ დაცვა? დაცვა. ჯერ რა ტაქტიკა 4-4-2 სირჩევთ, მოცემული. იყოს 4-4-2. ბესო გავიგეთ. აბა ეხა მარჯვენა ფლანგი. მარჯვენა ფლანგზე, მეცე წინ წარმოვიდგინოთ ჯერ ვინ. ქალებიც უნდა ჩასვა. ქალები? აბა რა, რატო არა? კარგი. მაშინ მოდი თავდასხმიდან და მიდი. პირიქით ვქნა. მიდი. ესე იგი ბიძინა მახარაძე. აჰა. წინა ფლანგზე. და მზია კვირიკაშვილი. ზია, ხო. თუ ქალებს იმაში. კი ბატონო, აბა რა. გოლსტარია მაშინ იყოს, იმიტომ რომ საუკეთესო ნინაკა ჩისტერში. არა, პადნაპანდაევში. რომ მოამარაგოს, იმიტომ რომ ხო წამყვანის ისე მაგარი საინტერესო იქნება. მიდი აბა გააგრძელეთ იბეც მაინტერესებს. ეხა წინ მაშინ მეორე თავდასხმის პოზიციაზე იცი ვინ დავაყენოთ? ორი ხო დააყენე კაცო უკვე. ხო, ორი წინ და აი უკვე წინწაწოლი ნახევარწოლი და იქვე. ხო, მოდი ჩვენ მანდ დავაყენოთ ვლად არამოვი. იმიტომ რომ აი შუსტრია რა. და უნივერსალია და თავის საქმეს მათ გააკეთებს. საყრდენი. აქეთ მოყვება. საყრდენი შენ უნდა იყო. მეც უნდა ვიყო? შენ ხლები საყრდენი, ჩვენ გაყენებთ შენ საყრდენი. წვრთნელი გასაგებია ვინ იქნება. საყრდენი შენ ხარ იუმორინას და იყავი შენ საყრდენი. საყრდენი ერთი მე ვიქნები და თქვა ჩემთან და დავაყენოთ მამუკა მონაშვილი. მამუკა დავაყენოთ, ჩემ გვერდით მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ. ეხლა გვერდით არ არის, მაგრამ სულ ჩვენ გვერდით იქნება და იყოს ჩვენი მამუკა. კი ბატონო. და ესე იგი დაცვაში მაშინ არ დავაშოროთ ბესო და დათო როსტომაშვილი და ლიბერო ცენტრში. ხო, კი ბატონო, ცენტრში იყოს დათო. გვერდზე მინდა უყენოთ. მერაბ სიჭინავა აუცილებლად. მერაბ სიჭინავა დავაყენოთ. არა, ცენტრში დავაყენოთ. იმიტომ საიმედო ხალხია. ანუ როსტომაშვილი და სიჭინავა. როსტომაშვილი ბესო. ეფეხებს გაიტან შანსი არ არის. მალდინი ნესტა და უკან ბუფონი წარმოიდგინა დაახლოებით ეგეთი ის არის. გრაფიკა ხო არ გულიჯო. ფლანგები, მოიცა დავფიქრეთ ფლანგები. ფლანგები ნუ კაფუ და კარმოსი რა, ეხა აღარ უნდა ის რა. გურამ ჯაში? აჰა, მარჯვენა თუ მარცხენა? ნიშნავდა. გურამ ჯაში დავაყენოთ ჩვენ მარჯვენა. ცაცი არ ყავთვილე კაცო. მაიცა დავფიქრეთ. ლევან შენგელია. ლევან შენგელია. თან ერთი მაგარი მეგრელი ხო გჭირდება. ახლა ჩვენ ორი მაგარი მეგრელი გვყავს. თან თამაშის გაჩერება თუ დაჭერდება, გააჩერებს. ხო, აბა. საჯის მაგას მაგირა. ყველა გააჩერებს, რას გაიხარება. მერაბ გეგეჭკორი იყოს გეგეჭკორი მეგონი ის რო იყო ხო იცი მამალო თუ რაღაც ყველგან რო ბურთი ვისაც ხონდა იმისკენ რო იყო მოიცა ჩვენ შემეგონი შევავსეთ ბიჭო და მიდი გას გააგზელე რა გენაღურება 4 მცველი არის უკვე ორი თავდაცველი არის არა შევავსეთ ხო ხალები შემოვიყვანეთ ახლა კაი ცდელი ჯემალი კი და ნუ და მასაჟისტი ნოდარი ოქროს შეცვლაზე იყოს მერაბ გეგეჭკორი იმიტომ რომ მერაბი არის აი ესეთი კაცი ყველა პოზიციაზე რო გამოდგება მერაბს მე ვათამაშებდი ნახევარდაცვაში. აი მე მაგალითად გავიდოდი და შემოგვიდოდა დავაყენებდი მერაბ გეგეჭკორს. ნუ კაი თუ დაიღალე, კაი გავა. ხო, რა, ახლობით ეგრე. ხო, რა, ფლანგზე ჩქარის წრაფი. ეგრე შეიძლება გამოვიდეს. რომელი გუნდისმელი? ლატერალი, რომელი გუნდისმელი იქნებოდიო გიაო? რომელი გუნდის მწვრთნელი? ხوات. უი. არგენტინის ნაკრების რომელი? არგენტინის ნაკრების ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი. რომელი თაობის? გავართულოთ. აუ, რომელი თაობის? აუ! მაგრამ ხა სესარ ლუის მეროტისთან ვიქნებოდი მეორე მწვრთნელი, რომ ახლოდან მენახა. მენოტი, ხო, აი ესენი რა, ბერტონი, კემპესი, არდილესი, პასარელა ესენი ახლოდან მენახა. ნახე ნოდა რას წერენ? დიმა, გაძლევა შენ მართლა ლეგენდა ხარ, ნოდას რო უძრებო. ხუმრობა და გულები უხატია ბოლოს რა. ეგ არისო. ეს შემედო გამომეტოვებინა ეს შენ მოიფიქრე ეგ არისო. არა, ბიჭო, აღარ წერია. კვად, არ წერია.
აი, ამ სეზონში დიმა გაძლება შენ მართლა ლეგენდა. მოდარ გაძლება შენ რომ დიმას ესე აი ხა, ეს ახე რა. სიახლეები ეხლა იუმორინაზე გითხარი, მე როგორც ვიცი რაღაცეები იგეგმება, ამბები არის, ხო? სიახლეები გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ვინაიდან ფილარმონია რემონტზე დაიკეტა და სხვა ესეთი შესაბამისი, ასე ვთქვათ, სტილის დარბაზი ჩვენთან არ არის, ამიტომ უკვე დავიგეგმეთ და დეკემბერში შევთავაზებთ ახალ იუმორინას ბათუმში მუსიკის ცენტრში. ასე რომ პირველად გავა თბილისის ისე სტადიონზე არ გიფიქრიათ? ღია სივრცეში. სტადიონზე. აუ, იცი რა მაგარი იქნება. ანდაცის ბლექსი არენა გავავსეთ. კი, ორჯერ გავავსეთ. თითქოსგორწლო. ისე ფენომენია. ის არის სიტყვა. მართლა ფენომენია ეს. აი სხვა ჭირდა. თვითონ იუმორინას ჭირდება დარბაზი რა და ამიტომ იუმორინა არის როგორი თემა გეტყვი. აი ხა ესეთებიც მინახია რომ აი იუმორინა, ხო იცი? აუ მთლიანობაშიც ლეგენდაა უკვე. იუმორინას კი არა მესის ყავს კრიტიკოსი და რა თქმა უნდა. არა, თან ისე დაიხვეწა და ეს ახალები რო ახალი ხალხი რო გამოჩნდა. ახალგაზრდები რა, ძალიან მაგრები არიან. ვინა მუსიკალურად ვერ დავაყენეთ იქ შემადგენლობაში. დოდონა. ეხლა დოდონა, ქუჩის მუსიკოსები, ხო, ესენი ცალკე გუნდია. ეგ საკუჩის მუსიკოსები. ეხლა უფრო მეტად უფრო დავაძავე თორე. მე კაცმანო თქოს ახალ გუნდსაც დავაგენებდი და ისინი. ანუ ლუკა ჭანიშვილი და ასე შემდეგ კაცო. იცი რა, ყველაზე მთავარი რა მახსენდება და მაგარი რა, აუცილებლად უნდა ვთქვა, აი რაც სიკეთესთან მიდის პირდაპირ. არეულობა რო იყო 90-იანები და კატასტროფები რო იყო, არაფერი რო არ ხდებოდა თეატრები დაკეტილი. მღერიან და ხუმრობენ თეატრისა და კინოს საქმე. მე მანდ ვარ ნამყოფი ერთხელ თუ ორჯერ ამიშნულობა გვარ ნამყოფი ნახეთ მახსოვს არაფერი რო არ იყო მან შეცო იყავ იუმორინაში ერთხელ თუ მე თუ არ მახსოვს არა ეგ სტუბრად იუმორინასთან გადაცემაში გადა პირველად ვიყავ იქ არ ყოფილო კონცერტზე აი მან ახლოდან პირველად ნახე ცხონებული კახი და რავი ლეგენდები ვინ არისო რო ყველა იქ იყო ოთარ მეღუნეცესი და მაშინ გადაარჩინეთ ხა თქვენ არითმთ მაგრამ მაშინ გადაარჩინეთ თქვენ აი ეს მსახიობები ყველაფრისგან ყოველ შემთხვევაში ერთი კი მართლაც მოხდა რომ იმ პერიოდში მაყურებელს და აი ამ მართლაც უდიდეს არტისტებს ბატონი თენგისარჩოძე გოგი გეგეჭკორი ზურა კაფიანიძე ხალხომი სოფიკო ბატონი კოტე ასე შემდეგ აი ეს დიდი თანაბარსკოლები მართლაც ყველაფერს ვერ ჩამოხლით ისე მოხდა რომ თეატრები ვერც ფუნქციონირებდა კინო აღარ იყო და აი შეხვედრა ის ადგილი ეგორი ჰაბი იყო ესეთი სადაც შეიძლებოდა რომ მაყურებელი მოსულიყო და ენახა ეს ყველაფერი და არ გაწყვეტილიყო პროცესი აი საკონცერტო საქმიანობისა ქალაქში ყოფილიყო ეს ასე ვთქვათ ცოცხალი ადგილი და რაც თავარი არტისტისთვის შეკარგათ ისე რამიშულოვანია აუდიტორია და მაგის გარეთ ჭკნება ეს მოხდა პანდემიის დროს რომ ვიყავდა ფეხბურთები და ცარიელი ტრიბუნები რომ მე ეს დეპრესიაში ვიყავი თქო დაღდი ჯერ იქ თვითონ მოთამაშე თუ ყველაფერი ბუმ ბურთის ხმა სიჩუმე მკვდარი დრო იყო რა მაგრამ მაინც თამაშობდა რა ცარიელი ტრიბუნების წინაშე და ორე საწავი და ვინ მოკრა სერგოია გამოსვირებულიო ნო და აუ კიდე ცხელი ძაღლის ჯოგა ბონიტო ცხელი ძაღლი და ეს სუქწერა ცხელი ძაღლის სერიალის ის საიდან ქორდა იარაღიო ვინ მოკრა ისე რა იყო მართლა ეხა ახალი რო იქნება ეს ძაღლი იქ მაინც გახსნან ეს თემა რა ზოგადად საიდან ქონდა მის იარაღი ამის იარაღი ისე არ ყოფილა არეულობა და ის აი მაგ პერიოდში კონცერტების დროს აი შიგნით რა ბიჭო რაღაცები იქნებოდა აი გარეთ ბავში სამოქალაქო და მთელი ამბები მიდიოდა და თქვენ ბიჭო სროლები იყო ნო და მაგას შიგნით არაფერი მოხდა. აი სხვათა შორის მინდა გითხრა რომ ბიჭო ესენი ისეთი ხალხი იყო მინდაბედა. აი მართლა ისეთ ჩაიარა ამ ყველაფერმა რომ რაღაცა სულ ყველას ეძვირფასებოდა ეს. მე გეტყვი ერთ შემთხვევას რომელიც დაკავშირებული იყო სხვა ობიექტურ პრობლემასთან, შუქთან. წლები ჩვენ ჩაგვიტარებია ეგრეთ წოდებული ლიხტვაგენის მეშვეობით რომელიც რეალურად იყო დიდი დვიჟოკი რა, როგორც მაშინ ვეძახდით ხოლმე. და ერთი პერიოდი მახსოვს 1990-მა ჩვენი მართლა ლეგენდარული ივი ბერიკაშვილის რომელიც სული და გული იყო ყველაფრის ბატონ კახისთან ერთად და ისე მოხდა რომ სამი ფაზა იყო ფილარმონიაში დღემდე ესეა და თუ სადმე რაღაც ვარიანტი იყო ხო ერთ-ერთი მოეწოდება აღმოჩნდა რომ ერთი ფაზა გაიცდა მეორე და ის მესამე გვეიმედებოდა რომ რაღაცა სტრატეგიული მნიშვნელობის და ელექტრიკოსი მოვიდა რომ არ არისო და თან არც ველოდებით 2500 კაცი სავსე ბაბიჯო და არ დამავიწყდება წავედით მე ბიძაჩემი
რამაზ კვინტრაძე. თელაში? სული გაანო. თუ გენერატორი მოიტანე. დავით თელაში. ოდაც რა თქმა უნდა ხა ჩვენი ავტორიტეტი იქ ვერ გაჭრიდა, მით უმეტეს ხა მაშინ მედიდათ არავინ იცნობდა და ვინ იყო ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ ამ ყველაფრის მომგვარებელი ეს იყო ბატონი გივი. თხოვეთ ბატონ გივის და დაახლოებით 40 წუთით შეება საწყებამდე. მივედით და კატასტროფაა რა, ვერაფერს ვერ აწვიან საერთოდ. უიმედო მდგომარეობა. ხედავ რომ ის ვინც იყო მთავარი ადამიანი, ვინც იდგა პირდაპირ მნიშვნელობით აი ამ გადამფრთხელთან, იმიტომ რომ მე ვნახე. ხო. და ის რომ შევედით თავიდან, მთელი ქალაქი იქ მიდიოდა. და შესაბამისად თვითონ ეს სკეპტიკურად შემოხვედა რომ დაინახა ბატონი გივი, ბატონო გივი მოთხრა რა ვქნათო შენგენ თვალეო. ჩვენთვის რო ყოფილიყო არ შეგაწუხებთ, მაგრამ 2500 კაცი პოსტუმრათო და ხო არ გავაწმილებთ. გაჩერდა ესე და ბატონო გივიო თქვენ როგორ გეტყვით უარსო და რაღაც ორი ესეთი მოძრაობა გააკეთა ერთი აი ესე და ეს და მეორე აქეთ დამთავრდა დიდი მადლობა ხო გადაუხადა ბატონო გივი და შევურდით გავედი და მე ვუბრუნდა და ჩვენ გვეუბნება მე და ბიძაშებს არც ახსოვსო ბატონ გივისო შვილი გადამირჩინაო თურმე რაღაცა მოხდა რომ ამან ქუჩიდან მიმართა და გადაყვა თურმე ბატონო ესეთი იყო არ მიკვირს ეხა გივისგან ეს მართლა მოხდა ცხოვრებაში კიდე ერთი მოხდა რა ის რომ ჩამქრალ შუქში არაერთხელ ჩაგვიტარებია მთელი დიდი მონაკვეთები ერთხელ ანსამბლი მხოლოდ ჩენერი და მე ესე იგი ჩამქრალ შუქში 40 წუთი გავაგრძელეთ კონცერტი და ფეხი არავის მოუწლია პირიქით მაშინ ხო ფანრები ყველას ედო ჯიბეში რატო მოიწვია საწავიდო და უკეთესად გიდას აი ამ დიდ დარბაზში ისმოდა კიდეც ყველაფერი და პირიქით ვახსოვს ყველას დასარება გაშუქობაზე მეც გავიხსენებ კალათბურთის საქართველოს ჩემპიონატის სტუდენტური ლიგის პლეიოფები იყო გამოირთვებოდა შუქი ჩავჯდებოდით სამი კაცი გახურებული ტროციკა წავიდოდით თელაში ბეჭა მას ხანაერგე ცხდებოდა ჩართავდნენ რო დამთავრდებოდა ჩავიდეთ გამორთ და ძალიან მაგარი ისტორია იყო მადლობა რა მადლობა თქვენ გადასარევი ყოფილა ეს ლაილაი აქედან და მაგარი მატჩი უნდა ჩავატაროთ მე კიდე გლიჯოთ ხო სამასკებში ხართ ორივე ხო დავტოვეთ ასე თქვათ შემდგომ აბდელი ხანი არ გითამაშე და ძალიან მამაშვილი ბაღაშვილი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი დიდი მადლობა თქვენ ყველას დიდი მადლობა რომ გვიყურებთ წარმატებები გამოიწერეთ ჩვენი არხი დაალაიქეთ და გავაგზავნოთ ერთად აბა ხედა აბა ხო ასევე გამოიწერეთ გია ბაღაშვილის YouTube არხი ამ მომენტში აი ხლა